მითხრათ რომ სახლს გაგიყიდიან, შემოვლენ გაიტანენ. ჩემი შვილი რო დაიღუპა ბიჭი. გოგო ადრე დაიღუპა, იმაზე ადრე. პირველიც ბიჭი. მეორე გოგო და ეს მესამე ბიჭი. რო დაიღუპა შვილო იმის მერე ეს შავი ჩაცმული ჩამოვედი აი იქით იყო მაშინ თბილისი ბანკი. იქიდან გამოვიტანე თანხა. რა ვიცი მაცა 40 წონდოდა წლის თავიცა და მაშინდელი შემოსავალი კარგად იცით შესაწევრები ეგ იყო. სხვა რა 20 ლარები. და იმას მესერი უნდა ქვა უნდა რამე უნდა და გამოვიტანე. დღემდე ვიხდი იმას. 9 წელია გამოტანილი მაგ. მე რო გამოვიტანე, პირველად შევიტანე 1, 2, 3 შეტანა, რავი რაღაცა და მე ქვითრები რავი მითხრეს, აი შენ ქვითარზე დარიცხულია და შენ ქვითარზე დარიცხულია და გამოვიტანე და გამოვიტანე. მე ვეღარ შევძელი გადახდა. მე მივედი იქ იყო ერთი კაცი ღმერთმა დალოცოს ისა და იმან მითხრა რომ უკვე ხანდაზმულიაო ქალბატონო და რახან ესეთი მდგომარეობა გაქვს შევიდა ჩემ მდგომარეობაში რახან ესეთი მდგომარეობა გაქვს ეს სამსამი შვილი სახლი არ მქონდა მე საბავშვო ბაღში ვცხოვრობ მე სააკაშვილმა ერთხელად დაგვიმტკიცა და ეხლა მოსულა რო აღარ შევიტანე 4500 ლარამდე მითხრეს იუსტიციაში აი ერთი დამეხმარეთ რომ ამდენი წელი გავიდა 3 წელზე ხანდაზმულია და 9 წელზე აღარ არის ხანდაზმული ეხლა ხო მოგვიმატავით 35 ლარები თვითონ ხო გაიორმაგეს თუ გაისამაგეს ხელფასები ხო და ჩვენ პენსიონერებს ეგრე და 450 ლარიდან ვიღებ 360 ზუსტად მიკავებენ იმ გამოტანილს ლიბერტისა პენსიის გამოტანილს როცა იყო ჩემი ქმარი ჩავარდნილი მაშინ გამოვიტანე წეგანაც გითხარი ქვეყანა რამე უნდა და იმასა და მარა მეკნა გამოვიტანე და დღემდე ვიხდი 3 თვე კიდე დამრჩა ლაპარაკით მიჭირს სიარულით უყდები ისე დავდივარ წვალებითა მაგრამ აბარა ვქნა ან პური არ გინდა ან წყალი არ გინდა ან კარტოფილი არ გინდა ან პესოკი წუმჩიერი ხო არ ვიქნები რა